ბავშვობას რომ ვიხსენებ, თავი მაშა მგონია. ფერები და სიცელქე განსაკუთრებით მაშურია. გარემოთ, სადაც ცხოვრობდი, ზუსტად გავს მულტფილმის სიუჟეტს, თოვლით, ნაძვებით და მიშას პერსონაჟით. უბრალოდ ჩემი აღმზრდელი გამხდარი იყო. თანამედროვე გადასახედიდან ბუნებრივად გასხივოსნებულთან მიახლოებული ხასიათით, რომელიც ყველაფერს ღიმილით და ბავშვურად ეშმაკუნა თვალებით უყურებდა. კეთილგანწყობა, სიმშვიდე და სითბო ჩემთვის მარტო ერთ სიტყვაშია ჩატეული, შკუნი, რასაც მეც სახელად ვეძახდი. მისი შებერილი სული დღემდე მყოფნის სულუგრძელობისთვის. გარემო, სადაც მთები, გორები და სრული უკიდეგანობა იდგა, მართლა ჩემი მეგონა. განცდა თუ ამთავარი, სამყარო ჩემია, ნამდვილად წამოვიღე ქალაქში, სადაც მანქანის დასაყენებლად 1 მეტრი მიწაც არაა ფასკარეშე. გაშორდით ქალაქის ხმაურს სულიერი სიმშვიდისთვისო. გამოდის სიმშვიდის საუკეთესო წლები და ბუნებასთან შერწყმის მადლით სრულად წამომიღია. ხო და საგზალი იმდენია, ჩემი მომხმარებლებისთვისაც მეყო. ნიშა, რომელიც ვიპოვე, ღია ცის ქვეშ ქორწილების ორგანიზებაა, რადგან მგონია, რომ ზღაპარი ვერ ეტევა კედლებში. გამოყოლილი უკიდეგანობის განცდა შეყვარებულ წყვილსაც უხვად აღმოაჩნდა. კი, ასე ბუნებრივად შერწყმული აღმოჩნდით მე და ჩემი საქმე. უბრალო და უშუალო მიდგომაც თანდაყოლილი უნარებიდან ამოვქეკე. ხო და სერვისს, რომელსაც ვთავაზობ, ნამდვილად ღირს დატესტოთ. პოსტსკრიპტუმად კი გეტყვით, რომ ბუნება და სწორი გიდი ქმნიან ბუნებრივ ადამიანებს, ბუნებრივობა კი კომუნიკაციას ნამდვილად ამარტივებს. დაგვირეკეთ.